მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყვაშვილი ვარ და კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდში თქვენ ნახავთ ძალზე საინტერესო მოგზაურობას, რომელიც იწყება აქ და აი ახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მე ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ ქართველ მოკრივესთან, ანზორ გამგებელთან ერთად ვიმოგზაურებ ევროპაში, ჩავალ ბელგიაში და იქ ვიბრძოლებთ ჩვენ ბელგიურ რინგზე. მე ვიქნები მის სეკუნდანტი და ვეცდები ჩვენს ვიდეო ბლოგში გადავიღო და თქვენ გაჩვენოთ ჩვენი მოგზაურობისა და ასპარეზობის ყველა დეტალი. დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება ჩვენი მოგზაურობა თქვენთვის, ასე რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო და დავიწყოთ. წავედით. როგორც უკვე გითხარით, ანზორი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი და ბევრის მნახველი მოკრივეა ქართულ პროფესიონალურ კრივში. არის ძალიან მაგარი მებრძოლი, არის ძალიან სერიოზული ხასიათის, ნამდვილი მეომარი. მეტოქე, რა თქმა უნდა, რთულია, მარტივი მეტოქე ჩვენ არ გვეყოლება, თუმცა ვეცდებით რომ მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი დავდოთ, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, დანარჩენი რინგზე უნდა გამოჩნდეს, ასე რომ მე გეტყვით რომ ჩვენ მივდივართ დიდი იმედებით. ახლა არის ღამის 5 საათი უბრალოდ დილის, სულ მალე გათენდება, ჩვენ კი ამ დროს უკვე აერში ვიქნებით. იმედია, ჩვენი მოგზაურობა არ იქნება ძალიან რთული, რა თქმა უნდა, დამღლელი იქნება, დარწმუნებული ვარ, თუმცა თბილისიდან მიუნხენში უნდა გადავფრინდეთ, მერე მიუნხენიდან უკვე ბრიუსელში. მაგრამ ეს ყველაფერიც პროცესის ნაწილია, შეგუებულები ვართ ამას, ანზორი წონას იკლებს. შესაბამისად არ არის ჯერ ხასიათზე, თუმცა ვეცდებით რომ გზადაგზა ანზორიც ავალაპარაკოთ. წავედით. ცოტაოდენი წვალების მერე ჩამოვედით ბრიუსელში. აი ასე. დაღლილები რა თქმა უნდა ვართ. ანზორი წონას იკლებს. გზაშიც ჰქონდა რაღაც სირთულეები, განსაკუთრებით გერმანიაში, საზღვარზე ცოტა დრო ჰქონდა, იქ დიდი რიგები იყო. იქ ვიღაც ახალი დედა მესაზღვრე შეგვხვდა და სანამ გაერკვა რა უნდოდა, შეგვაყოვნა, მერე რეისი გვაგვიანდებოდა, მაგრამ გადავლახეთ ყველა დაბრკოლება და აი ახლა აქ ბრიუსელის აეროპორტში ველოდებით ჩვენ ძღოლს, იმედია მალე მოვა და წაგვიყვანეთ. ჩვენ მზად ვართ. ჩამოვედით ბელგიაში, დავბინავდით. ვართ ისეთ ადგილას, ანუ ერთი ბრიუსელის აეროპორტში ჩავოვიდით და მეორე პატარა აეროპორტთან ახლოს ვართ სტუმროში. ახლოს ისეთი არაფერია რომ ვენახა, ამიტომ ვეცადეთ ცოტა დაგვეძინა და დაგვესვენა მე და ანზორს. ახლა კი საღამოა უკვე, ნახე განწყობა აწონებზეც უკვე ესეთი განწყობით მივდივარ და აწონების რომ მოვიდა ჩვენი მასპინძელი, მივყავართ წონის ჩასაბარებლად, იმედი გვაქვს რომ კარგად ჩავაბარებთ, მალე ჩავაბარებთ წონას და რაც ყველაზე მთავარია მერე ჭამა, იმიტომ რომ უკვე ცოდოა ძალიან ჩვენი მოკრივე, წონის კლების პროცესი ურთულესია ყოველთვის და არც ანზორი ამ ხრო გამონაკლეს. მოკლედ მივდივართ ახლა წონის ჩასაბარებლად, დანარჩენი ვნახოთ. აი მეგობრებო, მოგვიყვანეს აი ასეთ იტალიურ რესტორანში, პიცერიაში, სადაც შედგება აწონების ცერემონიალი, როგორც ჩანს. ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ წონა კარგად გვაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ გზაში კონტროლის საშუალება არ ჰქონდა წონის. ნახოთ, როგორ ჩააბარებს წონას ანზორი, როგორ ჩააბარებს მისი მეტოქე, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. Blast, snap back to reality. Hope there goes gravity. Hope there goes gravity. Choked, he's so mad, but he won't give up. That is, he knows he won't have it. He knows his whole back to these ropes. It don't matter, he's dope. He knows that, but he's poked. He's so stagnant, he knows when he goes back to this mobile home. That's when it's rope. Back to the lab again, yo, this so rhapsody. Better go capture this moment and hope it don't pass. Lose yourself in the music. The moment you own it, you better never let it go. You only get one shot. Do not miss your chance to blow. Opportunity comes once in a lifetime, yo. Lose yourself in the music. The moment you own it, you better never let it go. You only get one shot. Do not miss your chance to blow. This opportunity comes once in a lifetime, yo. His soul's escaping through this hole that is gaping. This world is mine for the taking. Make me king as we move toward a new world order. A normal life is boring, but superstardom's close to postmortem. It only glows harder, only grows higher. He blows, it's all over. These hoes is all on him, coast to coast shows. He's known as the globe trotter. Lonely roads
God only knows he's grown farther from home. He's no father. He goes home and barely knows his own daughter. But hold your nose, cause here goes the cold water. These hoes don't want him no more. He's cold product. He moved on to the next crew who flows. He knows dive and soap nada. And so the soap opera is told it unfolds. I suppose it's so partner to people's on the just help in the music. The moment you want it, you better never let it go. You only get one shot, do not miss your chance to blow. This opportunity runs once in a lifetime, yo. Prove yourself in the music. The moment you want it, you better never let it go. You only get one shot, do not miss your chance to blow. This opportunity comes once in a lifetime, yo. No games, I'ma change what you call rage. Tear this motherfucking roof off like two dogs' cage. I was playing in the beginning, the mood off changed. I've been chewed up and spit out and booed off stage. But I kept rhyming and stepped right in the next cipher. Best believe somebody's paying the Pied Piper. All the pain inside it, I bother. Fact that I can't get Ok, j'invite tous les boxeurs qui se sont présents. can't provide the right type of life for my family. This man, these goddamn food stamps don't buy. Yo, shut up. Ok, merci à tous. I'm gonna fight them all. The Seven Nation Army couldn't hold me back. They're gonna rip it off. Taking that time right behind my back. And I'm talking to myself at night. Because I can't forget. Back and forth through my mind. Behind a cigarette. And the message coming from my eyes says, leave it alone. Don't wanna hear about it. Every single one's got a story to tell. Everyone knows about it. From the Queen of England to the hounds of hell. And if I catch you coming back my way, I'm gonna sound it to you. And that ain't what you wanna hear, but that's what I'll do. The feeling coming from my bones says find a home. მოკლედ მეგობრებო, დღეს არის ჩვენი ბრძოლის დღე. გუშინდელი დღე საკმაოდ კარგად წარიმართა, აწონები ჩავატარეთ, წონა ჩააბარა ანზორმა, ნორმალურად ყველაფერი. მერე მქონდა საშუალება, რომ იქვე, სადაც აწონები ჩატარდა იტალიურ რესტორანში, უცებ გადააწყეს ინფრასტრუქტურა და საკმაოდ გემრიელი და ესე იგი გულუხვი მასპინძლობა ჰქონდათ იტალიური სამზარეულო დავაგემოვნეთ სტანდარტული იტალიური სამზარეულო. შევძელით კარგად დასვენებად გუშინ და დავბინავდით საბოლოო ჯამში იბისის სასტუმროში შარლერუას აეროპორტთან ახლოს. მოკლედ ერთ აეროპორტში ჩამოვედით ბრიუსელში და 2 საათი გვატარეთ და მეორე აეროპორტში მოგვიყვანეს. საკმაოდ დამღლელი ძა იყო ერთი აეროპორტიდან მეორემდე და აი აქ ვართ აეროპორტის მიმდებარედ სასტუმროში. შესაბამისად აქ ახლო ისეთი არაფერი არ არის, რაც საინტერესო იქნებოდა, რომ დაგვეთვალიერებინა. შარლერუას ცენტრამდე საკმაოდ შორი გზაა, ამიტომ დღევანდელ დღეს გამოვიყენებთ სრულიად დასვენებაში. აქვე ახლოს არის ერთადერთი სავაჭრო ცენტრი და წავალთ ამ სავაჭრო ცენტრს მოვივლით ახლა. დანარჩენი ყველაფერი კარგად არის, ანზორი თავს კარგად გრძნობს. საბრძოლო განწყობა გვაქვს. ხაზზე ამწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილი, რომელიც ბოლო დავალებებს გვაძლევს და დანარჩენი უკვე საღამოს როგორ შევასრულებთ გამოჩნდება. მოკლედ გრძელდება ჩვენი დღე. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark. While you scroll for likes, I stack the bricks. Callous hands gripping truth, not tricks. Sweat melts the floor, but doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No
just steel-toe ground left comfortably and far behind. You think it's fame that cars a name? Watch how real men earn their fame. მოვიდა ბრძოლის დრო მოვიდა მეგობრებო. აი მოვიდა ჩვენი მასპინძელი და მიყავართ. თელზე კარგად დავისვენეთ. დავწყობა საომარი. საბრძოლო. მოკლედ მივიდივარ და ვნახოთ ახლა წერაგველის. აი ესეთ განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს კიდე ეს ჩვენი მძღოლი და ასეთ სიმღერებით მივყავართ უკვე დარბაზში. ყველაფერი მაგრად იქნება. Beneath skin, no highlight real, just receipts of pain. Receipts that whisper you rise again. Fingertips strong, cold steel bars. Counting breaths like falling stars. You wanted cheers, I wanted core. The kind that doesn't crack when doors slip shut. Trophies claim but won't survive the test. Mine's written in bone, not borrowed vet. One person love, 99 grit. Zero shortcut, all the hours I spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. Oh, oh, yeah. Oh, it's burned in, yeah. Oh, it's burned in, yeah. They asked why I never posed for the flash. Because legacy isn't posted, it's blessed in the dark. One person luck, 99 grit. Zero shortcuts, all the hours I spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burned in, yeah. Oh, yeah. It's burned in, yeah. Remember the შარლერუას გარეუბანში, აი ესეთ სიმწვანეში, ჩაფლულ ადგილას მდებარეობს. აი ეს დარბაზი, სადაც უკვე მიმდინარეობს ბრძოლები და შეგახედებთ ახლა მე შიგნით. მინდა გითხრათ, რომ დარბაზი არის სავსე, ძალიან ბევრი ხალხია, ნუ ეს არ არის კლასიკური სპორტული დარბაზი, აი გაჩვენებთ როგორიც არის, მაგრამ ხალხი არის ძალიან ბევრი, აქ ბრძოლები მიმდინარეობს, ესეთი სისტემაა ზოგადად ევროპაში და მათ შორის ბელგიაში. სამოყვარულო კრივის ბრძოლები მიმდინარეობს დილიდან, ბავშვები მათ შორის, რა არის რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ზოგადად შოუ, ასე ვთქვათ, ტურნირი და ბოლოს სულ ყველაზე მთავარი ბრძოლა იქნება ჩვენი ანსორგამგებელი იბრძოლებს, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ აი ხალხი არის მოსული, გადახდილი აქვს ბილეთი ღირს 30 ევრო დაახლოებით და შიგნით არის განკუთვნილი მაგიდები საჭმელად, არის საკვები კუთხეების და არის ესე ერთგვარი სარესტორნო მომსახურებაც მოწყობილი. ხალხი მოდის, ისვენებს, სავსეა ბავშვებით, ქალბატონებით, აი ესეთი მაყურებელია აქ ძირითადად, ძალიან ბევრი, ყველასათვის მისაღები ღონისძიებაა, კრივი მთელ ევროპაში და მიდის ძალიან მაგარი ხომაგობა, არიან ბელგიის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული კლუბები, კრივის, ახალგაზრდები, მათი გულშემატკივრები და აი ესე დგება შოუ. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა აქვს, აი სულ პატარა ბავშვებსაც კი და საგამოფენო ბრძოლები გააკეთეს რაღაცა საშინელი სანახავი, მაგრამ აი ხმები არ ვიცი გამოდის თუ არა, როგორი ხომაგობა მიდის და როგორი გულშემატკივრობა და ხო, საქართველოშიც უნდა ვისწავლოთ რაღაცეები აი ამ კუთხით, ვიაროთ. მარტო სოციალურ ქსელებში რაღაც მხარდაჭერის გამოხატვა და დალაიქება არ არის ეგ მხარდაჭერა. ჩვენ მოკრებებთან უნდა ვიაროთ დარბაზებში. ჩვენი ნახევარი შოუც არ არის, შოუს ელემენტებით, ჩვენი ნახევარი ბრძოლებიც არ არის სპორტული დონით. საერთოდ არაფერში არ არიან ჩვენზე მაგრები, ერთადერთი აი ამაში. გულშემატკივრობაში გჯობნიან მეგობრებო და მოდი გამოვასწოროთ ეს საკითხი საქართველოში. Gonna make a move.
გადახრები, სულ გადახრები და იმოძრავა. აი ბიჭი ხარ, აი. ეგრე ძალიან კარგი იყავი, ხოჩა. ჩვენი მოგზაურობა სრულდება. რაც შეეხება ბრძოლას, სამწუხარო ის არის, რომ ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო ანზორმა, თუმცა სანამ ტრავმას მიიღებდა, ნამდვილად უკან არ დაუხევია, კარგი ბრძოლა გამართა. მე ვფიქრობ, შეგვეძლო ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება და მიღწევა, თუმცა სამწუხაროა, რომ აი ასე ტრავმები სპორტსმენს უშლის ხელს. სხვა და ჩერც რაც შეეხება, ყველაფერი საკმაოდ ნორმალურად, კარგად წარიმართა ჩვენი მოგზაურობა. ნახვით ბევრი არაფერი დავათვალიერეთ, ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვიყავით, ცოტა რთული იყო იქიდან რამე საინტერესოს ნახვა, თუმცა უშუალოდ ორგანიზება, დახვედრა, მასპინძლობა ჩვენს მასპინძლებს არ შეშლიათ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდათ, კარგად ჰქონდათ დაორგანიზებული, მადლობლები ვართ ამისთვის. რაც შეეხება ანზორს, ტრავმას მოიშუშებს და სულ მალე განაახლებს უკვე ვარჯიშს. სამომავლო გეგმები დიდია, ვარჯიშის გარეშე არ შეუძლია ანზორს, ძალიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი მოკრევია და მთელი ცხოვრება კრიეშია ეს სპორტსმენი, ისევ როგორც მისი ძმა, ნუკრი გამგებელი. ძალიან კარგი სპორტსმენები არიან ორივე და მათ გვარს კიდევ ბევრჯერ გაიგებს ქართული კრევის კომაგი წარმატებებით და სულ გამარჯვებებით. მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, რომ აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო, გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing George, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო. ძალიან ბევრ ძალიან საინტერესო მასალას გაჩვენებთ ქართული კრევის შესახებ.